იყოს თქვენი დაბრუნება ჩემს vlogში. დღეს გადავწყვიტე რომ სტანდარტული vlogi ჩავწერო ჩვენს ცხოვრებაზე ამერიკაში და დღეს არის შაბათი, როგორც იქნა გამოვიდა კარგი ამინდი ნიუ-იორკში და ამიტომ გადავწყვიტეთ რომ წავიდეთ ბრონქსის ზოოპარკში. როგორც გავიგე, ზოოპარკი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი არა მარტო ნიუ-იორკში, არამედ ზოგადად ამერიკაში და ძალიან გვაინტერესებდა და მოკლედ დღეს გადავწყვიტეთ რომ რახან კარგი ამინდია, ბარემ გავისეირნოთ. ბილეთები ღირდა $28 თუ სწორად მახსოვს კაცზე. რაც იაფი არ არის, მაგრამ არც ძალიან ძვირი არ არის. ზოგადად ზოოპარკი არ გვიყვარს მედანიკას, იმიტომ რომ ცხოველების ასე ვთქვათ პირობები ყოველთვის ძალიან ცუდი არის ხოლმე, მაგრამ რადგან ძალიან დიდი ზოოპარკია, ვფიქრობ რომ ბევრად უფრო კარგ სიტუაციაში არიან ცხოველები ვიდრე სხვა ქვეყნებში და საქართველოშიც. და მელოდე. მოვედით სუში. ახლა როგორ ჩანჩქერია? ეს არის ბრონქსის მდინარე. Sicari? Nogoni, ai, egер არის, ნახე რა თავი აქვს. Super. ეგონა ვიდეო მომიდა. Oh, yeah. Oh, yeah. Vamos a mirar aquí, ven. Es პატარავი კაცებს ყანენ. უნდა ყოფილიყო. უნდა ყოფილიყო ირემი, მაგრამ არ ჩანს. უბრალოდ მეიმალება. იქ საჭმელს უყრიდნენ. გაგვეცა თაიგერი. რა ცხოველია ვაფშე რა არის ეს პირველად მეხსოვს? ხორი. რა ის ნიშნავს? მიმიკოსო ვიცევს. ანუ არა ხოტი, მან რაღაცნაირად მაინც არა მაგათთვის ახლა ეს просто ანუ როიბადებიან და აქ როიზდებიან და შეჩოვლები არიან, ხო. მაგრამ ინსტინქტურად ალბათ მაინც იციან, რომ რაღაცა ვერ არის, არ ვიცი. ეგრე არ არის მადაგასკარზე ეს. You see it? I just think it's hard for strollers. You see that cat? Почему ты машина? Она иркутская, хорошо. Скели, хорошо. Антилопები. Სპილო იქნება? ხო მოვიდით აზიურ კუთხეში. აი რედ პანდა. ამათ უკვე ისინი. ყოფილა ეს რედ პანდა. ხამურა. მალდივებზე. ოვანტის არის კმინება ეგ. სამშია ჩადა ფინდეს. ხო და რედ პანდა მეგონა უკრიდან რო უყურავდი და ორნი არიან. He's going to go. The otter's looking at us. ან ესეთი ტემპერატურა და ყენიანობა ალბათ სპეციალურად არის, რომ ის როგორც ტროპიკების ის იყოს რა.
ესეთი ფერები რატო არიან? Come kids here. რა ქვია ამ რაღაცასე? სადღაც წერია? აპური. არ ყატის რა? Jesus. არ ვიცი. განაირი ქვილია, ეს რაღაცნაირი ჯიში არის. ანუ რუსაში ქვია. წყალქვეშა და ანუ მართლა ჯუნგლებში მგონია თავი. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ სივრცეები მაინც პატარა არის, ცხოველების ძალიან კაი პირობები აქვს, შექმნილი ტემპერატურა, სინათლე და ასე შემდეგ ყველაფერი და მაგრამ მოგვეწონა მოკლედ. ეხლა დაგვჭა ლომები, ჟირაფი. დათვები დიდად არ მაინტერესებს. აი ჟირაფი მინდა. ჟირაფი გონია ნანახი ყავს. არ ყავს. That's crazy. I know, I'm pretty sure იყო. და არა, მე არასდროს არ ყოლია საქართველოს ოპერს. ან გონია რომ გვატყუებენ. მაგას იცი რა ქვია? მანდელას ეფექტი თუ რაღაცა რა. რო გონია მე დარწმუნებული რომ ხარ რო იყო და თან ძალიან ბევრ ხალხს რო გონია ანუ კოლექტიურად რა. Wait. ამა იქედან ვთქვათ. ხო, მაგრამ იქით რამდენი ხალხი დგას. აი ლომები. რაღაც მომენტში ყველა ვარიანტში წავიდეთ რა საფარიზე. თან მაინტერესებს. აი კიდე ერთი ლომი. Yeah. ის კაკ რა ქვია ფაფარი. რომაზები არიან? Просто цинит. Ამას გაიდეთ და უგაშალოს ყუდი. სალამონაზია რა. ხო. ანუ საოცრება როგორი ლურჯი ფერი აქვს просто ანუ გონია რომ ესე so cool რამდენი არიანე აუ რა მაგარია wow wow რესტორანტანის ხო ანუ რასაოცარი არსება არის ანაირი ისაკ პატერნი that's crazy Aketi qureba? Chams. Pirsac matsunes. Aya.
ზოგს როგორი ბევრი ის არის თავზე ამას 2 წელი ეს ეტყობა პატარაა ჯერ 5.5-ზე იკეტებოდა მაგრამ რეალურად 4-ზე იკეტებოდა იმიტომ რომ ყველაფერი საინტერესო რაც იყო ისინი 4-ზე იკეტებოდა და ახლა არის 5 წუთი ჩავჭიქით მანქანაში და მივიდივართ სახლში გუშინ მომივიდა ახალი იფსის ჩანთა და ვიქცე რომ დღეს მაგერს გავიკეთებ ახალი პროდუქტებით და თან განახებთ რა მომივიდა პირველი დავიწყოთ მოკლედ არის თმის და სკალპის სერუმი შვატი ჯერ არ დამიდესტავს როგორც გითხარით გუშინ მოვიდა და არ ვიცი როგორია ზოგადად თმის პროდუქტები დიდად არ მიყვარს მაგრამ ნახოთ და ასევე მოვიდა ესეთი ტონალური მინი ზომის I love პირველ მესმის ეს ბრენდი ასევე მოვიდა Glow Recipes თვალის კრემი ესეთი საყვარელი ფუნჯი ძალიან მომწონს მარტივი ახალია ანდრისთვის უნდა გამოვიყენო არ ვიცი იმიტომ რომ თვალისთვის ძალიან დიდია და კონტურინგისთვის ძალიან პატარა მაგრამ ალბათ უფრო კონტურინგისთვის გამოდგება და ეს პროდუქტი მე თვითონ ავირჩიე იმიტომ რომ გამითავდა ტუჩის ფანქარი და მოყვა უბრალოდ ამოვიდა ესეთი 2 ცალი ტუჩის კონტური და ძალიან ლამაზი ფერები არის და ნახოთ რომელი უფრო მომეწონება სახე უკვე დავიტანიანე და ეხლა წავისმევ თვალის კრემს ნახოთ კარგია ტექსტურა კარგი აქვს ნახოთ დღეს მივდივარ სასეირნოთ ჩემსასთან ერთად ჯერ მივდივართ ნიუ-იორკის public ბიბლიოთეკაში სადაც ვინ Sex and the City-ს უყურებდით ალბათ იცით რომ Carrie Bradshaw-ს უნდა ქონოდა უბრალოდ ქორწილი მან და არ ყოფილვარ და მაინტერესებს როგორია და მივდივართ მე დამბოში იმიტომ რომ სურათების გადაღება მინდა ესე იგი ესე ხელზე დავტესტავთ ძალიან ცოტა რაოდენობას ოპს პერიოდно მუქია მაგრამ არ უშავს კონსილერით ამოვანათებ ძლიერი დაფარო აქვს რაც კარგია ცუდი არ არის უბრალოდ დღეს არ მჭირდებოდა მაგრამ it's okay დანარჩენი მაკიაჟი დავასრულე და ეხლა დავიდეთ ყველაზე კარგ ნაწილზე რომელიც არის ტუჩი და ვფიქრობ რომელიც დავისვა ძალიან გავს ერთმანეთს ორივე ფერი და მეგონი ძალიან დიდი განსხვავება არ იქნება მოდი ამით დავიწყოთ ძალიან მომწონს და თან ძალიან კარგი ის აქვს ტექსტურა ზეგი ეს უფრო ვარდისფერია და აქეთ უფრო ყავისფერი მე მგონი ყავისფერი უფრო მომწონს დღეს ძალიან მომწონს ლამაზფერია ესეთი ხერხი არსებობს რომ ტუჩები უფრო ლამაზი გამოჩნდეს და უფრო მოცულობითი კონტურით შეგიძლიათ რომ ესე გაიგეთოთ და ახლა გადავიტანოთ უკვე პომადა ისიც ესე ძალიან მომწონს დღეს იცმებ თეთრ აუთფიტს და გარედან ბეწვს ზოგადად ნიუ-იორკში თეთრის ჩაცმა ძალიან დიდი რისკია მაგრამ დღეს ფოტოების გადაღება მინდა და ამიტომ საყვარეს რისკი გავწიო. სამოვიდი ბრაინდთან და მინდა რომ კიდევ საფასიჯო მაჩვენა ვიცი კიდევ ერთი შანსი რომ რაღაც რეკომენდაციები მივიღე ჩემს წინა ვიდეოზე ბევრად, მაგრამ
რაღაცა მაინც არ მომწონს, თითქოს ალბათ უნდა დავამოყავ როგორი პროგრამერია ჩემთვის. ახლა მოვედით რაღაც აზიის რესტორანში და ვსინდოთ რაღაცები. დღეისათვის სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო და გაერთეთ ჩვენთან ერთად. არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და ასევე დაალაიქოთ და დააკომენტაროთ ეს ვიდეო, რომ უფრო ხშირად ამოგიგდოთ ხოლმე ჩემი ვიდეოები YouTube-მა. ძალიან დიდი მადლობა და დროებით.